რა შეიძლება წააწყდე უღრანი ტყით დაბურულ ხეობაში, სადაც მხოლოდ მდინარის ხმაური და ნესტიანი მიწის სურნელი ტრიალებს. რა იმალება იმ ვიწრო ნაპრალებს მიღმა, სადაც ადამიანები უხსოვარი დროიდან ცივილიზაციასა და ხმაურს შეგნებულად გაურბოდნენ. და შესაძლოა თუ არა სრულიად უცნობმა და მატიანეთა მიერ მივიწყებულმა ძეგლმა თავად გიამბოს საკუთარი წარსულის შესახებ. დაკარგული ძიებაში მე გიორგი თავაძე თქვენთან ერთად შევეცდები გავაცოცხლო ჭიჭაკეისწყლის ხეობაში მდგომი კოხტა ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის წარსული. წავედით. ესე იგი, ვინც ჩვენს წინა სერიას უყურეთ, ადგილი ალბათ გეცნობათ, სწორედ აქედან ავედით ბოჭორმის ციხეზე, რომელიც თქვენ გიჩვენეთ. ზუსტად ეხა იგივე დღეა, რა თქმა უნდა, და ვაგრძელებთ მოგზაურობას ისევ და ისევ აღმოსავლეთის მიმართულებით და წავალთ კახეთის სიღრმეებისკენ. რა სიტყვით გოგა ბატონო? ნამდვილად, პატივცემულო, მშვენიერი ადგილი იყო დასათვალიერებლათაც და ცოტა ისტორიისთვისაც გამოსადეგი. კი ბატონო. ეხლა წავალთ ერთი მონასტერია ესეთი, ჩვენც პირველად მივდივართ, ბოჭორმაზეც პირველად ვიყავით. მისი სახელია კოხტა ღვთისმშობელი, თელავიდან რამოდენიმე კილომეტრშია ტყეში. დანარჩენს გზას უჩვენებთ. გაგვიჩვენებს ყველაფერს. კი ბატონო, აბა წავედით. გამოგიტყდებით. ბოჭორმის ციხესიმაგრისკენ მიმავალმა გზამ ძალა გამოგვაცალა. მაგრამ როცა ექსპედიცია ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს და დასახულ მიზანს ვაღწევთ, ფიზიკური დაღლილობა უკან პლანზე გადადის. ხელახლა ვივსებით ენერგიით და ჩვეული შემართებით მივემართებით ახალი ძეგლისკენ. სიუჟეტის დასაწყისშიც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული ისტორიული ადგილი, რომელსაც გიჩვენებთ, ჩვენთვისაც ისეთივე უცხო და აღმოჩენებით სავსეა, როგორც თქვენთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ეკრანის მიღმაც და ეკრანის წინაც ორივე მხარე აბსოლუტურად თანაბარი ემოციებით ვივსებით. ჩვენი სვაგეზი მიმართულია კოხტა ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსისკენ. ხა დღეს გეტყვით, რომ მოქმედი ქრისტიანული სავანე არ არის, მაგრამ არის საკმაოდ ძველი. ჯერ არ გავამჟღავნებთ ისტორიულ დეტალებს, ამას ცალკე მე აკადემიურ ნაწილში მოისმენთ. და ასევე მიდის საკმაოდ საინტერესო გზა, როგორც წინასწარ შევისწავლეთ და გავარკვიეთ. ბულდოზერით არის მოსწორებული გრუნტიანი გზა. მე მგონი რამოდენიმე მდინარის გადალახვაც მოგვიწევს. ესეთი მცირე საექსპედიციო სირთულეები უნდა იყოს წესით და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მზად გიჩვენებთ. აი ხა უკვე ბოჭორმიდან გამოსასვლელ ბოლო მონაკვეთებს გავდივართ. გადავალთ მთავარ გზაზე და გავუყვებით კოხტა ღვთისმშობლისკენ მიმავალ გზას. მივუყვებით სიმწვანეში ჩაფლულ გომბორის უღელტეხილს, რომელიც თავისი მოსახვევებითა და პეიზაჟებით ცალკე სიამოვნებაა. უღელტეხილის გავლის შემდეგ ჯერ კახეთის გულში, ქალაქ თელავში ჩავალთ. იქიდან კი დაახლოებით 20-22 კილომეტრის მოშორებით სოფელი ფშაველი გველოდება. სწორედ აქედან იწყება ჩვენი დღევანდელი მარშრუტის კიდევ უფრო საინტერესო მონაკვეთი. ამინდი ფანტასტიკურია. უკვე შუა დღეა, 3 საათია. მოღრუბლულია და პირივ ჩანს ისეთი, რომ საღამოს კარგად გვარიანად დასწრებს, მაგრამ ჩვენ სანამ ძეგლამდე მივალთ და გადავიღეთ, ესე ვთქვათ, გვაცდის ამინდი დედაბუნება ამ ყველაფერს. საღამოს უკვე ჩვენც დავბინავდებით და მერე წვიმას გვავიტანთ. სოფელ ფშაველში შემოვედით. ახლა დასახლების თავზე ავდივართ. და იქიდან უკვე წესით უნდა მოხვდეთ სწორედაც რომ იმ ტყეში, რომელიც შემდეგ მიგვიყვანს უკვე მონასტრამდე. აი უკვე გამოჩნდა ტყით შემოსილი მთები, რომელთა შორისაც საუკუნეებია გზას მდინარე ჭიჭაკეისწყალი იკապავს. ჩვენ სწორედ მის მიერ გაჭრილ ხეობაში უნდა შევიდეთ, გავყვეთ მდინარეს და მივახციოთ იმ უძველეს ქრისტიანულ სავანეს, რომელიც დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტს წარმოადგენს. აი ხა ისეთ მაგარ ადგილზე და გზაზე შემოვედით. აი ჩვენი ზაზა. წესით აი ესეთი მოსწორებული გზა მიდის ბოლომდე. როგორც მოვიძიე წინასწარ
ინფორმაცია და ცნობები. ესეთი გაკეთებული და მოწესრიგებული გზაა. და ნახოთ აბა ბოლომდე როგორი იქნება და სავარაუდოდ თუ ისეა როგორც ჩვენ გონია და როგორც წერია, ვისაც სურვილი გექნებათ ამ ლოკაციის შემდეგ მონახულების, შეგეძლებათ ალბათ ოდნავ მაღალი ავტომობილითაც წამოხვიდეთ, ან თუნდაც სრულიადად სედანითაც არ იყოს პრობლემა. როგორც წინასწარ მოვიკვლიეთ, გზად ორი საინტერესო მონაკვეთი გველოდება, სადაც უშუალოდ მდინარის გადაკვეთა მოგვიწევს. ვიცით, რომ გადასასვლელები რთული არ არის, თუმცა უგზოობის მოყვარულები დამეთანხმებით. წყლის დაბრკოლებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, სულ სხვა ენერგია შემოაქვს. სწორედ ამიტომ ამ მომენტს ჩვენს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით. ესე იგი, გოგაწეღან ზაზას ვეუნეოდი და ხალხს მიმართავდი, რომ სედანითაც შესაძლოა მოხვიდეთ ისეთი გზა ჩანს თქო და მე მგონი მთლადეგრი არ არის ეგ ამბავი, არა? როგორ გითხრა, აბა. შეიძლება გარისკვა, მაგრამ რამდენად უკან დაბრუნდები სედანით ეგ სხვა საკითხია უკვე. გადასვლით კიდე შეიძლება გადახვიდეთ. კი ბატონო, კი, მაგრამ რაც ისეთი გზაც არ არის, რომ რაღაცა საშინელება და რთული მონაკვეთი იყოს. მაგრამ თლად სედანისთვისაც ზედმისწრება არ არის. ცოდოა უბრალოდ, სადაა. ჩვენ ახლა შევისვენებთ გავაგრძელებთ გზას წყნარად მშვიდად. აკამკამა წყალი. აი ასე, აუღელვებლად, წყნარად და მშვიდად დავიწყეთ ჭიჭაკეის წყლის გადაკვეთა. მართალია, ახლა წყლის დონე დაბალია, მაგრამ კალაპოტის ფართობისა და გზად შემოყრილი ლოდების მიხედვით თუ ვიმშელებთ, წელიწადში რამდენჯერმე მაინც დგება პერიოდი, როცა აქაურობა სერიოზულად დიდდება. მაშინ მეორე ნაპირზე გადასვლა, რა თქმა უნდა, მთლად ასე მარტივი აღარ იქნება. მალევე, სულ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ისევ მოგვიწია წყლის გადალახვა, თუმცა ამჯერად ყველაფერმა კიდევ უფრო მარტივად ჩაიარა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მარტივ და მოსადუნებელ საექსპედიციო გზას გავდივართ. ესე იგი, როგორც გითხარით და როგორც თავადაც ნახეთ კადრში, თლად სედანის გზა არ არის. ყველგან მავალისთვის არაფერი არ არის აბსოლუტურად, რა და თლად იმის, რა ქვია, აი ეს პირველ მდინარე რო გადმოვიარეთ, პირველ ჩასვლაზე. თლად ეხლა იმის, რა ქვია, ქალაქის ჯიპისთვისაც თლად სახარბიელოც არ არის, მაგრამ ყველგან მავალისთვის აბსოლუტურად არაფერი არ არის, პირიქით, კარგი, ესე ვთქვათ, გართობაა და სახალისოა გარკვეულწილადაც. ეს გზა იყო, რაც ჩემო ოპერატორმა ზაზამ, მე და გოგამ გამოვიარეთ კოხტა ღვთისმშობლის მონასტრამდე მოსასვლელად. დანარჩენი კი ისტორიული, ესე იგი აკადემიური ნაწილი წინ გელოდებათ. წავედით. კახეთი ბევრისთვის ასოცირდება ალაზნის გაშლილ ველთან, მზით გათამამებულ ვენახებთან და ისეთ მონუმენტურ ტაძრებთან, როგორიცაა ალავერდი, ნეკრესი თუ გრემი. ეს ის ძეგლებია, რომელთა დიდებულებაც შორიდანვე იპყრობს მზერას. თუმცა არსებობს მეორე, სრულიად განსხვავებული კახეთი, იდუმალი, მიმალული, უღრანი ტყეებითა და ვიწრო ნაპრალებით დაფარული, სადაც საუკუნეების წინ ადამიანები ცივილიზაციას შეგნებულად გაურბოდნენ. თუკი თელავის მუნიციპალიტეტს მივაშურებთ და სოფელ ფშაველიდან ჩრდილოეთით გადაუხვევთ, აღმოჩნდებით ჭიჭაკეის წყლის ველურ ხეობაში. აქ გზა თანდათან ვიწროვდება, მრავალწლოვანი ხეების გვირგვინებით ცას ფარავს და ირგვლივ მხოლოდ მთის მდინარის ხმაური და ნესტიანი მიწის სურნელი რჩება. სწორედ აქ, ციცაბო ფერდობებზე, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში, საუკუნეთა განმავლობაში ადამიანის თვალისგან მიმალული იდგა და დღესაც აქ არის ის სამონასტრო კომპლექსი, რომლის სახელიც ჟღერს როგორც კოხტა ღვთისმშობელი. ეს ადგილი ისტორიკოსებისთვის ნამდვილი გამოცანაა. საქმე იმაშია, რომ კოხტა ღვთისმშობლის შესახებ ქართულ მატიანეებსა თუ ფეოდალური პერიოდის სიგელ გუჯრებში თითქმის არც ერთი ჩანაწერი არ მოიპოვება.
ტაძრის კედლებს ქტიტორის, ესე იგი მაშენებლის სახელიც კი არ შემოუნახავს. მართალია ამ ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლის ნამდვილი ისტორია უსიტყვოა, თუმცა არა უასაკო. ყოველი ქვა, შირიმის ნატეხი და კედლის ნაპრალი თავად ყვება იმ დიდებულ და ამავდროულად ტრაგიკულ ეპოქებზე, რომელიც ამ კომპლექსმა გადაიტანა. წლების განმავლობაში კოხტა ღვთისმშობლის არსებობის შესახებ მხოლოდ ადგილობრივმა მწყემსებმა და მონადირეებმა იცოდნენ. ძეგლის სამეცნიერო დონეზე აღმოჩენა და შესწავლა გასულ მე-20 საუკუნის შუა წლებში მომხდარა. 1959 წელს აქაურობას ეწვია კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია. ხელოვნებად მცოდნეებმა და არქეოლოგებმა შეიძლება ითქვას, რომ ხავსით დაფარულ ძეგლზე სამეცნიერო სამუშაოები ნულიდან დაიწყეს. პირველადი არქიტექტურული აზომვებისა და კედელთა წყობის ანალიზის საფუძველზე მკვლევარებმა მყისიერად გააცნობიერეს, რომ საქმე ჰქონდათ არა უბრალოდ სამლოცველოსა და მის გარშემო მყოფ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებთან, არამედ რთულ სამონასტრო კომპლექსთან. განწმენდითი და საველე სამუშაოების შემდგომ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში საქმეში ჩაერთო იმჟამინდელი საბჭოთა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო. ამ პერიოდში კომპლექსზე განხორციელდა მასშტაბური გამაგრებითი და საკონსერვაციო სამუშაოები. არქეოლოგებმა ტაძრის შიდა სივრცე და მიმდებარე ტერიტორია ნაყარი მიწისა და საუკუნოვანი ნაშალისგან გაასუფთავეს. სწორედ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილმა კერამიკულმა მასალამ, კონსტრუქციულმა დეტალებმა და ნაგებობათა ურთიერთკავშირმა მეცნიერებს მისცა საშუალება აღედგინათ მონასტრის განვითარების ზუსტი ქრონოლოგიური ხაზი, რომელიც სამ ძირითად ეპოქას მოიცავს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, პირველი მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები აქ იწყება მე-19 საუკუნეებში. შემდეგ ანალოგიური პროცესები გრძელდება მე-11-ში, ხოლო უკანასკნელი აღმშენებლობა კი კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსში მე-16-17 საუკუნეებით თარიღდება. ახლა თქვენთან ერთად განვიხილავ სამივე ზემოთ ჩამოთვლილ ეპოქას, რაც საშუალებას მოგცემს უფრო მეტი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ როგორ ყალიბდებოდა ჭიჭაკეისწყლის ხეობაში ქრისტიანული სავანე. საუბარი დავიწყოთ მე-19 საუკუნეთა მდგომარეობით. სწორედ ამ პერიოდის ნაგებობას წარმოადგენს სამონასტრო კომპლექსის გული, ესე იგი მთავარი დარბაზული სტილის სამლოცველო. პარალელურად გადავხედოთ იმჟამინდელ საქართველოს და გავიხსენოთ რა მდგომარეობა სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში, კერძოდ კი 735-727 წლებში საქართველომ გადაიტანა არაბის სარდლის მურვან იბნ მუჰამედის, იგივე მურვან ყრუს დამანგრეველი ლაშქრობები. Რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეების მსგავსად, კახეთსაც მძიმედ მისცუდა არაბთა მახვილი. თუმცა ამ აუხრებიდან სულ რამოდენიმე ათწლეულში აღმოსავლეთ საქართველოში საოცარი პოლიტიკური გამოცოცხლების პროცესები დაიწყო. არაბთა ბატონობის დასუსტების ფონზე, რომელთა მმართველობას თითქმის 2 საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა, კახეთის მთიანეთმა და ბარმა დაიწყო აქტიური ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ და ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ კახეთი არათუ მხოლოდ განთავისუფლდა არაბთაგან, ასევე ჩამოყალიბდა ცალკე სამთავროდაც, რომლის სათავეშიც იდგნენ ქორეპისკოპოსები. სწორედ ამ პერიოდში უნდა აშენებულიყო კოხტა ღვთისმშობლის მთავარი სამლოცველოც, თუმცა განსხვავებით ამავე ეპოქის დიდი პოლიტიკური და სასულიერო ცენტრებისაგან, ეს ტაძარი თავიდანვე უნდა აგებულიყო როგორც სრულიად იზოლირებული სამლოცველო, ესე იგი ასკეტური კერა, ეგრეთ წოდებული უდაბნო მონასტერი. ეკლესიის პირველი ფენაც შესაბამისად ნაგებია უხეშად დამუშავებული რიყისა და ნატეხი ქვით, რომელიც მის მიმდებარედ ჭიჭაკეისწყლის კალაპოტიდან უნდა იყოს ამოზიდული. რაც შეეხება მე-11 საუკუნეებს, ესე იგი მომდევნო სამშენებლო ეტაპს, ქრისტიანულ სავანეში, ეს შეიძლება ითქვას, რომ წინა პერიოდთან შედარებით ბევრად მასშტაბურს წარმოადგენდა. დარბაზულ ტაძარს ჩრდილოეთიდან დაემატა ეკვდერი, ანუ საძვალე, დასავლეთიდან გარშემოსავლელი, ხოლო ამ ყველაფერს კი 4-ვე მხრიდან შემოეკრა გალავანი. კარგი იქნება თუ დავსვამთ კითხვას, რა ხდება მე-11 საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ არენაზე.
ეს პერიოდი გახლავთ დიდი გაერთიანების, ომებისა და დიპლომატიურ დაპირისპირებათა ხანა. მე-10 საუკუნის ბოლოსა და მე-11 საუკუნის დასაწყისისთვის ბაგრატ მესამე უკვე გახლავთ ერთიანი საქართველოს პირველი მონარქი, ხოლო კახეთი კი კვლავაც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. მისი მმართველები, ესე იგი ქორეპისკოპოსები, კვლავაც იბრძვიან ბაგრატოვანთა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კახეთმა უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი. ვინც ჩემს სიუჟეტებს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, ხოლო ვინც არიცით, გეტყვით, რომ ბაგრატ მესამეს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ერთიანი სამეფოს ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი გიორგი I, კახეთის ქორეპისკოპოსი იყო კვირიკე მესამე. მან მოახერხა ის, რომ არათუ მხოლოდ ბაგრატოვანთა გვირგვინს განუდგა, ასევე შექმნა ერთიანი კახეთ-ჰერეთის სამეფო. ხოლო თვითონაც და შემდგომში მისი მემკვიდრეებიც იწოდებოდნენ მეფეებად რანთა და კახთა. კვირიკე მესამეს მმართველობის ჟამს კახეთ-ჰერეთის სამეფო არნახულ აღმავლობას განიცდიდა. ამ დროს, გარდა პოლიტიკური რეფორმებისა, სამეფოში ადგილი ჰქონდა მთელ რიგ აღმშენებლობით პროცესებს. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტიც სწორედ ამ დროს უნდა განვრცობილიყო, რაც თავის მხრივ პირდაპირ გამოძახილია კახეთში მიმდინარე იმჟამინდელი აღორძინებისა. კოხთა ღვთისმშობლის კომპლექსზე მომუშავე მეცნიერებმა ზედმიწევნით შეისწავლეს ის სამშენებლო ფენები, რომელიც მე-11 საუკუნეს განეკუთვნებოდა. თუ წინამდებარე ფენები უხეშად რიყის ქვით იყო აგებული, ახალი მიშენებები სუფთად გათლილი მოყვითალო ფერის შირიმის ქვით იყო შესრულებული და ნაგებობათა თაღებიც ნალისებრ ფორმას ატარებდა, რაც სახასიათო ნიშანია იმჟამინდელი გარდამავალი ხანის არქიტექტურისა. ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანული სავანის განვრცობა, გარდა კახეთ-ჰერეთის ეკონომიკური და კულტურული კუთხით სიძლიერისა, კიდევ ხას უსმევს იმას, რომ მონასტერში მოღვაწეს სასულიერო პირთა რაოდენობაც უნდა გაზრდილიყო. შესაბამისად, საჭიროებიდან და სამეფოში შექმნილი შესაფერისი სიტუაციიდან გამომდინარე, დაიწყო ქრისტიანული სავანის განვრცობაც. უნდა ვიცოდეთ, რომ ძირითადად ფეოდალურ ეპოქაში მსგავსი სამშენებლო პროცესების ფინანსურ მხარდაჭერას ყოველთვის ადგილობრივი ფეოდალი კი სრულობდა. თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ კვირიკე მესამე იმჟამინდელი კახეთ-ჰერეთის სამეფო 7 საერისთავოდ დაყო, მაშინ საფიქრებელია, რომ ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტიც სწორედ იმ ერისთავის შემწეობით იქნებოდა აგებული, რომელიც აქაურობას განაგებდა. ისევ და ისევ ისტორიულ წყაროთა არარსებობის გამო, ასეთი პირის ზუსტი ვინაობის მიგნება, ან თუნდაც ვარაუდის დონეზე რაიმე მოსაზრების გამოთქმა შეუძლებელია. კოხთა ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსში უკანასკნელი სამშენებლო პროცესები გვიანი შუა საუკუნეებისთვის, კერძოდ კი მე-16, მე-17 საუკუნეებში იქნა განხორციელებული. ამ დროის ნაგებობებს განეკუთვნება დარბაზული სტილის მცირე ეკლესია და მძლავრ ქვის გალავანში მოწყობილი სათოფურები. ეს პერიოდი კახეთის სამეფოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და სისხლიანია. 1614 წლიდან 1617 წლის ჩათვლით ქართველთ მოძულე შაჰ-აბას პირველმა 4 დამანგრეველი ლაშქრობა მოაწყო. შედეგი კატასტროფული იყო. ჯამში 100,000-ზე მეტი ქართველი დაიხოცა ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო 200,000-მდე შაჰის გადაწყვეტილებით ირანის შორეულ პროვინციებში იქნენ გადასახლებულნი. კახეთის ბარი თითქმის მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან. ამ საშინელ მდგომარეობას ზევიდან კიდევ ემატებოდა ლეკიანობა, როდესაც ძარცვა გლეჯითა და ტყვეთას ყიდვით დაკავებული დაღესტნელთა რაზმები გამუდმებით თავს ესხმოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს. სწორედ ამ ზემოთ ჩამოთვლილი უბედურებების და გამო იცვლება კოხთა ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის იერსახეც. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ქრისტიანულ სავანეს, სადაც მანამდე მხოლოდ ლოცვა და სიმშვიდე სუფევდა, საფორტიფიკაციო ნაგებობისათვის დამახასიათებელი ელემენტები ემატება, რაც ნებისმიერი მოულოდნელი შეტაკების შემთხვევაში მკვეთრად ზრდიდა მის საბრძოლო პოტენციალს და მონასტერს ნამდვილ ციტადელად აქცევდა. ამ თავდაცვით სისტემაში ასევე უდიდეს როლს თამაშობდა თვითონ ბუნებაც. ჭიჭაკეისწყლის ვიწრო ხეობა, რომელიც გარშემორტყმული იყო გაუვალი ხშირი ტყით, ტრის ცხენოსანი ჯარის მანევრირებასა და წინსვლას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. რთულ რელიეფზე მდგარი, მცირე მასშტაბის, მაგრამ ციხე-სიმაგრედ ქცეული მონასტერი კი ტრის გამოჩენისას ახლო მდებარე სოფლების მშვიდობიანი მაცხოვრებლებისთვის ყველაზე საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. ვინ იცის, ამ მტკიცე კედლებსა და მასში მოღვაწე სასულიერო პირებს, რამდენი ადამიანი გადაურჩენიათ კახეთის მიწაზე შემოჭრილი
ცხოველური ჟინით ახსავსე მტრის მარბიელი ურდოებისგან. რამდენი ატირებული ბავშვი შეუფარებია ამ ციუქვებს და რამდენი სასოწარკვეთილი ლოცვა უსმენია აქაურ თაღებს, როცა გარეთ მზის გულზე სამშობლოს სისხლი იღვრებოდა. მერვე, მე-9 საუკუნეთა მიჯნაზე ასკეტური უდაბნო. მე-10, მე-11 საუკუნეში კახეთის აღზევებისას დიდებული სამეკლესიანი ბაზილიკა. მე-16, მე-17 საუკუნეებში კი თავგანწირული ციხესიმაგრე. ეს ის გზა, რაც კოხთა ღვთისმშობელმა განლო. უпростоრედ ფრაგმენტები, რომელიც მასზე მომუშავე მეცნიერთა წყალობით გახდა ჩვენთვის ცნობილი. კაცმა არ იცის კიდევ რამდენ ამბავსა და საიდუმლოებას მალავს აქაურობა. მაგრამ სანამ არსებობს ინტერესი, ბეძიებით წინაპართან ნაკვალევს და ვსვამ მკითხვებს, აქაურობა და ეს კედლები კვლავად საგრძელებენ ჩვენთან საუბარს. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგული ძიებაა. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ აღმოჩენამდე. დროებით.